გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები პირველზე მე სოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოზიტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი გაიხსნა. ღონისძიების დევიზია მომავლის მშენებლობა, ერთიანობა და უსაფრთხოება ევროპაში. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სხვა ქვეყნის ლიდერები იმყოფებიან. ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში მეხუთედ მონაწილეობს. მთავრობის მეთაური მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპელ ლიდერებს სიტყვითაც მიმართავს. სამიტზე უკვე გამოვიდა სიტყვით მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. სამიტში დისტანციურად მონაწილეობს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი. ჩემი კოლეგა ქეთი მამლიკიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში სომხეთიდან. ქეთი, გისმენთ. ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ოფიციალურ ცერემონიამდე კი მსოფლიო ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. მათ შორის, რა თქმა უნდა, იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისალმებოდა მსოფლიო ლიდერებს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას, ასევე ნატოს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. დღის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იქნება დაკავშირებადობა და ამ კუთხით მთავრობის მეთაური ისაუბრებს საქართველოს პოტენციალზე, თუ რა შეიძლება შესთავაზოს და სთავაზობს უკვე საქართველოს ევროპას იმისათვის, რომ ევროპა გახდეს უფრო ენერგოდამოუკიდებელი და წარმოაჩინოს საქართველოს პოტენციალი როგორც აღმოსავლეთისა და დამაკავშირებელის ერთ-ერთი მთავარი აქტორი. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შუედერეფანზე, პროექტზე, რომელშიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს სწორედ საქართველოს თამაშობს. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მიმართო ევროპელ ლიდერებს, რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას, როგორც საინტერესო ღონისძიება. ამიერკავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივი ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის. გახსნის ოფიციალური ცერემონია უკვე შედგა, როგორც უკვე გითხარით, სამიტი ოფიციალურად გახსნა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ისაუბრა ევროპის პოლიტიკური სამიტის მნიშვნელობაზე, განაცხადა, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმა იმისათვის, რომ როგორც წევრმა, ასევე არაწევრმა ევროკავშირის არაწევრმა ქვეყნებმა გაცხარულ მოსაზრებებით, როგორ უნდა გახდეს ევროპა უფრო უსაფრთხო და როგორ უნდა გაძლიერდეს ევროპის უსაფრთხოება. ნიკოლ ფაშინიანმა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა აზერბაიჯანთან მიღწეულ მშვიდობაზე და გაიხსენა ის, რომ პირველი კომუნიკაცია, ოფიციალურ დონეზე კომუნიკაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თურქეთის პრეზიდენტთან სწორედ 2022 წელს პირველ ევროპის პოლიტიკური სამიტის პირველ სამიტზე პრაღაში ჰქონდა კომუნიკაცია და დღეს უკვე ხაზგასმით განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობა მიღწეულია და ისაუბრა ასევე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. ასევე სამიტი გახსნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ და სამიტში მონაწილეობა ონლაინ რეჟიმში მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელმაც შეკრებილებს მიმართა ვიდეო ფორმატის საშუალებით და რა თქმა უნდა, მანაც ისაუბრა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე და რა თქმა უნდა, მანაც განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ერევანთან მიღწეულ შეთანხმებაზე, სამშვიდობო შეთანხმებაზე და ამ კუთხით მხარეებმა
ხაზი გაუსვეს ამერიკის შეერთებული შტატების სამშვიდობო ინიციატივას, რომელიც ცნობილი არის ტრამპის მარშრუტის სახით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ილჰამ ალიევმა საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკა ევროპარლამენტი და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და განმარტა ის მიზეზები, თუ რატომ შეაჩერა აზერბაიჯანულმა მხარემ ევროპარლამენტთან ყველანაირი კომუნიკაცია. ასევე აღსანიშნავია ის, რომ ამ სამიტზე სიტყვით გამოვიდა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელიც პირველად მონაწილეობს ევროპის პოლიტიკური სამიტზე და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისეთი ქვეყანა იღებს მონაწილეობას სამიტზე, რომელიც ევროპის კონტინენტზე არ მდებარეობს. თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდაჭერითა და მონაწილეობით მე და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მივიღეთ დეკლარაცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე ხელი მოაწერა მას მოწმის სახით. სამი ლიდერის თანდასწრებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარაფირება მოახდინეს სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებაზე. ახლა კი ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. ტრამპის მარშრუტს, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას რეგიონული გზების განბლოკვით და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ახალი საერთაშორისო გზების შექმნით, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის სტაბილურობაში. ძვირფასო მეგობრებო, ახლა ჩვენ გვაქვს მშვიდობა აზერბაიჯანთან. ახლა ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან ჩვენი ორი ქვეყნის მშვიდობის გასაძლიერებლად და ინსტიტუციონალიზაციისთვის. და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი მონაწილეობს სომხეთში მიმდინარე ღონისძიებაში, თუმცა ონლაინ რეჟიმში, მაგრამ იმედია 2028 წელს გვექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვესტუმროთ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-10 სამიტზე. სხვათა შორის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ორმხრივად დაუჭირეს მხარი ერთმანეთს სამიტების მასპინძლობის საკითხებში. ეს სამიტი მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონტექსტისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსოფლიო მზარდი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე. მე ვხედავ იმედს, რომ ჩვენი დისკუსიებისა და გადაწყვეტილებების შედეგად ეს სამიტი შეიძლება ისტორიული გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობისა და სტაბილურობისთვისაც. მშვიდობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის რეალობაა. ჩვენ უკვე 9 თვეა მშვიდობაში ვცხოვრობთ და ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ მშვიდობაში. ვიყენებ ამ შესაძლებლობას, რომ მადლობა გადავუხადო ევროკომისიას მისი პოზიციისთვის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ ყველა ევროპული ინსტიტუცია არ ავლენს ასეთივე მიდგომას. ერთ-ერთია ევროპარლამენტი, ხოლო მეორე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრია 2001 წლის იანვრიდან. სხვათა შორის, მე მაშინ აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის წევრის სტატუსით აქტიური წევრი ვიყავი პასეში. ჩვენი დელეგაცია არასოდეს ყოფილა რაიმე შეზღუდის ქვეშ ევროპის საბჭოში 2024 წლის იანვრამდე. 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანმა დაასრულა სეპარატიზმი ყარაბაღში. ჩვენ თავად შევასრულეთ გაეროს უშიშროების საბჭოს 4 რეზოლუცია, რომლებიც 1993 წელს იქნა მიღებული და 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ქახალდზე დარჩა. ამის 4 თვის შემდეგ პასემ სანქციები დააწესა ჩვენს დელეგაციაზე. სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტები დღეს პასეს ერთგვარ modus operandi-დად იქცა. აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთივე შესაძლებლობა აქვს, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისას და ამ საკითხში ორმაგი სტანდარტები მიუღებელია. ახლა ევროპარლამენტზე. ეს ორგანო ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭიროს სამშვიდობო პროცესს, ამჯობინებს მის საბოტაჟს. 2021 წლის მაისიდან, ანუ მეორე ყარაბაღის ომის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილამდე ევროპარლამენტმა მიიღო 14 რეზოლუცია, სავსე შეურაცხყოფითა და სიცრუით აზერბაიჯანის მიმართ. წარმოიდგინეთ 5 წელში 14 რეზოლუცია, ერთგვარი ობსესია. ბოლო მათგანი მხოლოდ 4 დღის წინ მიიღეს მიზანმიმართულად სამიტის წინ, იმის ნაცვლად, რომ ევროპარლამენტმა იმუშაოს საკუთარი წევრი ქვეყნების ფუნდამენტურ პრობლემებზე, როგორიცაა ქსენოფობია, ისლამოფობია, ანტისემიტიზმი, მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, უსახლკაროთა პრობლემები, ის მიზანში იღებს აზერბაიჯანს და ავრცელებს ცილის წამებასა და სიცრუეს. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის პარლამენტმა 1 მაისს ოფიციალურად გადაწყვიტა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეჩერება ყველა მიმართულებით. ევროკავშირი აზერბაიჯანის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის საქმიანობაში მონაწილეობის შეწყვეტა და ევრაზიული საპარლამენტო ასამბლეის წევრობის შეწყვეტის პროცედურების დაწყება. დასასრულს მსურს მივულოცო პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ჩატარება სომხეთში და ვთქვა, რომ მიუხედავად იმ ძალისხმევისა, ვინც ცდილობს პროცესის შეფერხებას, აზერბაიჯანი ერთგულია მშვიდობის დღის წესრიგის მიმართ და ჩემი სომეხი კოლეგის განცხადებებიც ამას ნათლად აჩვენებს.
ეს სამიტი ისტორიულია, რადგან დღევანდელი სამიტი შესაძლებელი გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების წყალობით. ეს შეთანხმება ევროპაში მშვიდობის ისტორიაა, რომელიც უნდა აღინიშნოს სამყაროში, სადაც ესკალაცია და ომი როგორც ჩანს დომინირებს. ამ შეთანხმებისა და თურქეთსა და სომხეთს შორის გაუმჯობესებული ურთიერთობების წყალობით რეგიონი ტრანსფორმაციულ გზას დაადგა. ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული ინდუსტრიები, ბაზრები, სატრანსპორტო დერეფნები, ციფრული ქსელები და ენერგეტიკული ურთიერთკავშირები. ეს ყველაფერი საქონლის მონაცემების, ელექტროენერგიისა და ადამიანების გადაადგილების გარდა სხვა რამესაც აკეთებს. ისინი ნდობას ამყარებენ, სამუშაო ადგილებს ქმნიან და მეზობლებს პრაქტიკული თანამშრომლობისა და საერთო ზრდის გზით აკავშირებენ და ევროკავშირი მზადა იყოს საიმედო პარტნიორი ამ ხედვის რეალობად ქცევაში. როგორც უკვე გითხარით, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე პანელური დისკუსიები იმართება, რომლებშიც მსოფლიო ლიდერები იღებენ მონაწილეობას. განხილვის მთავარი თემები არის ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ევროპის უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობას და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი პანელური დისკუსია იქნება დაკავშირებადობა, რომელზეც, როგორც უკვე გითხარით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამ კუთხით საქართველოს პოტენციალზე ისაუბრებს. ერევნიდან პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. მადლობა ქეთი. სომხეთში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის გახსნამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა შესაძლებლობა ისევ ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმისთვის გამოიყენა. კაია კალასი საქართველოს ამჯერად ერევნიდან აკრიტიკებს და აცხადებს, თითქოს ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. რის საფუძველზე საუბრობს დემოკრატიულ უკუსვლაზე, არგუმენტები კალას არ დაუსახელებია, თუმცა ყურადღება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით გაამახვილა. კალასის მხრიდან გაჟღერებულ დაუსაბუთებელ ბრალდებას მმართველ გუნდში პასუხობენ და აღნიშნავენ, რომ თბილისი ჯანსაღი დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა, თუმცა დირექტივების ენით საუბარს არ დაუშვებს. ამასთან სახელმწიფო გუნდში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ურჩევენ საქართველოს უარგუმენტო კრიტიკის ნაცვლად დრო ევროკავშირის წინაშე დღეს არსებული პრობლემების ობიექტურად შეფასებას დაუთმოს. ამ სამიტის ერევანში ჩატარება კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამხრეთ კავკასია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ფონზე. თუ ჩვენ შევხედავთ გეოგრაფიას, ვნახავთ, რა ქვეყნებია ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, დღის წესრიგშია საქართველოც, რომლის ხელისუფლებაც არ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც შეესაბამება მათ განცხადებებს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან დაკავშირებით და არასწორი მიმართულებით მიდის. ეს ასევე გვაძლევს შეზღუდვებს მაგალითად დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. Სამწუხაროდ კალბატონი კალასი ადგას დემოკრატიის უკუსვლის გზას, მაშინ როდესაც ჩვენ გვიწურებენ დემოკრატიას, თვითონვე პირდაპირ დემოკრატიის საფუძველს უგულებელყოს. ამაშია საქმე, როდესაც ჩვენ საუბრობთ იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც სამწუხაროდ არის გარედან მართული, რომელიც არის კრიტიკის საგანე მთელი ევროპის მასშტაბით. ეს არარჩეული ბიუროკრატია არ წარმოადგენს ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს და მათი განცხადებების ნაკლებად ყურადსაღებია. მაშინ, როდესაც მაგალითად ერთ-ერთი ევროკომისარი საუბრობს, რომ არ უნდა სცენ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობას პატევი და ისინი ყველანაირ გზას ეძებენ, რომ შავი ფული შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის კიდევ ერთი დემოკრატიული უკუსვლის თვალსაჩინო მაგალითი. კაი კალას ვეტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პოზიციას გაეცნონ, როგორ არასწორი მიმართულებით ვითარდება თვითონ ევრობიუროკრატია და ევროკავშირი. ამას მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ ეკონომიკური პარამეტრებიდან დაწყებული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე და ნებისმიერი თავდაცვის სისტემების უკუსვლით, აი ნებისმიერი რაც გნებავთ ევროპაში მიდის ყველაფერი უკან-უკან და იქნებ თავის თავში მოძებნონ თუ რა ხდება მათ თავს. ჩვენ ისე ვეუბნებით, რომ კაია კალასის ნარატივებით ჩვენ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს ვერ ავაწყობთ საქართველოში. უნდა ჩვენთან საუბარი, ჩვენ მზად ვართ. უნდა ჩვენი ბრძანებლობა, ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსში კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება. ყოფილი და მოქმედი ნაციონალები ისევ ურთიერთ ბრალდების რეჟიმში რჩებიან. სააკაშვილი ალიანსის წევრებს კრიტიკას არ წყვეტს. მან კიდევ ერთი განცხადება პატიმარ მელიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესიდან გააკეთა და თქვა, რომ მისი წერილიდან ვერაფერი გაიგო. ნაციონალური მოძრაობა კი მოკავშირეებს მათი ლიდერის წინააღმდეგ განცხადებებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში ადანაშაულებს. მწვავე ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილება ნაცმოძრაობის ალიანსიდან გასვლის საკითხიც. მმართველი გუნდი კი უცხოელი პატრონების დაკვეთით შექმნილ მორიგ ალიანსს კრახს უწინასწარმეტყველებს.
ნიკამელია, რომელმაც ვრცელი წერილი მოიწერა. წერილი, რომელიც მართალია მე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ გავიგე, ნუ ის რომ მე არ მოწონვარ. მათ ვერ აღიქვეს სწორად ის განცხადება, რომელიც თავის დროზე გაკეთდა და ზოგადად სამწუხაროდ პოლიტიკურ სპექტრში ახასიათებთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილის წინამდე განცხადების კეთება, გონიათ რომ ამით რაღაც პოლიტიკურ კაპიტალს იძენენ, თუმცა რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, არის უცვლელი, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ალიანსის დატოვებას. ერთადერთი ჰარმონიული კავშირი მათ რასთან დაკავშირებითაც აქვს, ეს არის მიღებული დავალების შესრულება. არც მათ ეკითხებოდა არავინ არც უშის და არც ახლა რომ გაერთიანებულიყვნენ თუ დაშლილიყვნენ, ეს არ იყო მათი გადაწყვეტილება პატრონებისგან. მიიღეს დავალება, რომ აუცილებელია ეგრეთ წოდებული ალიანსი, რომ როგორმე საზოგადოება მოადგმონ და როგორმე პოლიტიკური ქულები დაიწერონ, მაგრამ მათი პატრონი ვერ მივიდა ერთ მარტივ დასკვნამდე ჭეშმარიტებამდე, რომ ძველი ნაცები რაც უნდა დააყო და აშალო თუ გააერთიანოს, საბოლოო ჯამში მაინც მათი ფასი ნულა დარჩება. ვერანაირი პერსპექტივა ასეთ გაერთიანებას ვერ ექნება, იმიტომ რომ რესურსი აქვს ნული, რაც თავარია ხალხის მხარდაჭერა აქვს ნული და ერთმანეთის აუტანლობა აქვს უმაღლეს დონეზე აყვანილი. აი ესეთ პირობებში, როცა ხალხის მხარდაჭერა ნული გაქვს, რესურსები ნული გაქვს და ერთმანეთის აუტანლობა გაქვს უმაღლეს რამში აყვანილი, რა პერსპექტივაზე შეიძლება იყოს საუბარი. ვერაფერს სიახლეს ვერ გეტყვით, როგორც მკვდრად იშვა ეს ორგანიზაცია, ასევე დაიშლება ყოველგვარი სახის შენარჩუნების გარეშე. საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და სატრანზიტო როლი. საქართველოს წარმატებებისა და გატარებული რეფორმების შესახებ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბიარმან ლამმა ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიასთან ინტერვიუში ისაუბრა. აღნიშნა, რომ რეგიონულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს რეგულაციების სიმარტივისა და ეკონომიკური გახსნილობის კუთხით კარგი მდგომარეობა აქვს. ამასთან საქართველოს რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართაშორის სატრანსპორტო დერეფნებში საყრდენი ქვეყანაა. აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ თანამშრომლობა რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და საერთო პრიორიტეტებზეა დაფუძნებული. საქართველოს ეკონომიკა მაჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით. საერთო ჯამში საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მყარია. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობებს გაძლიერდეს მისი როლი როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო კარიბჭე. რეგიონული ინტეგრაციისა და დაკავშირების მიმართ გრძელვადიანი ერთგულება ხელშეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას. საქართველოს საინვესტიციო გარემო რეგიონში შედარებით ხელსაყრელია, რაზეც გავლენას ახდენს ლიბერალური ეკონომიკური ჩარჩო, ღია სავაჭრო პოლიტიკა და ზოგადად ბიზნესისთვის მეგობრული სარეგულაციო გარემო. ამ ფაქტორებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვასა და კერძო სექტორის აქტივობის გაძლიერებას. საქართველოს ფისკალური ჩარჩო წინდახედული და სანდოა, ხოლო ბოლო პერიოდის განვითარება ასახავს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას და საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას. 2025 წელს ფისკალური დეფიციტი შემცირდა და მთლიანი შიდა პროდუქტის 1,2% შეადგინა, რაც ძლიერი შემოსავლების მობილიზებითა და ხარჯების უფრო ზომიერი ზრდით იყო განპირობებული. ამავდროულად საჯარო ვალი შემცირდა და ჩამოწდა მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია. საქართველოს უწყვეტი წვდომა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის ევროობლიგაციების წარმატებული რეფინანსირება ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესისა და ხელსაყრელი ფასების პირობებში კიდევ უფრო ადასტურებს ნდობას ქვეყნის მაკროეკონომიკური მართვისა და ფისკალური სანდოობის მიმართ. წლების განმავლობაში ჩვენ შევქმნით ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც საერთო პრიორიტეტებს, რეფორმების თანმიმდევრულ წინსვლასა და ინვესტიციების დროულ განხორციელებას ემყარება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. ნერთუთკიცება და ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება კოკაინი დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიების ცნობით მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მიზნით ბრალდებულმა სხვის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია და ერთ პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით სკრინინგის
ფართო მასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები, ასევე არაგადამდები დაავადებების B და C ჰეპატიტების და HIV ინფექციის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ. კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშია შესაძლებელი, რომელიც კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები აჭარაში, სამეგრელოს, ზემო სვანეთში, სამცხე ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთში უკვე ჩატარდა. 15 ნოემბრამდე კი ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს. საბედნიერო ძალიან ბევრი ჯავშანი არის, ძალიან ბევრი მსურველი არის ჩაწერილი, ყველას აქვს სურვილი რომ ჩაიტაროს სკრინინგი და გამოავლინოს ადრეულ ეტაპზე თუ რაიმე დაავადება აქვს. ტარდება როგორც ძუძუს კიბოს სკრინინგი, ასევე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, B, C ჰეპატიტი, HIV ინფექცია, შიცის სკრინინგი და ჰიპერტენზიის სკრინინგი. სკრინინგში მონაწილე ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მატულობს ადამიანების პასუხისგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ, რაც უწყობს ხელს ადრეულ დიაგნოსტიკას, ხოლო ადრეული დიაგნოსტიკა უწყობს თავისთავად ხელს მდგრად ჯანმრთელობას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. ორდღიანი უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ჰოსპიტალის მოძრავი ამბულატორიის საშუალებით კვალიფიციურ მედიკოსთა 16 კაციანმა ჯგუფმა სამედიცინო მომსახურება 75 ბენეფიციარს გაუწია. ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები და განხორციელდა 320 სამედიცინო ვიზიტი. ჩვენთან ერთად აქციაში მონაწილეობს თურქეთის მხარის მიერ გადმოცემული სამედიცინო ამბულანსი, რომელიც აღჭურვილია სრული სამედიცინო უზრუნველყოფით და ეხლა იგეგმება უშუალოდ მაღალმთიან რელიეფში და ეგრეთ წოდებულ საზღვრისპირა ზონებში ჩვენი ვეტერანების მონახულება და ადგილზე სამედიცინო მონიტორინგის განხორციელება. ჩვენი დღევანდელი მისია წარმოადგენს დაავადებათა პრევენციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში და იმ ოჯახებში, რომელიც მეტნაკლებად დაშორებულია სამედიცინო ობიექტებს, ხოლო მისია წარმოადგენს დაავადება პრევენციას, დროულ დიაგნოსტიკას, შემდგომი რეაგირების მიზნით. სულ დავიყავი და მოვიდნენ ვეტერანთა ჰოსპიტალის ექიმები. გამოსიძნენ, მომაქცნენ ყურადღება და დიდი მადლობელი ვარ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა. თეახროდიან მას სხდომის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2025 წელს შესრულებული საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და კონსოლიდირებული ანგარიში წარუდგინა. სახელმწიფო მინისტრმა მიღწეულ შედეგებსა და საჭიროებებზე დეტალურად ისაუბრა. დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინეთ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებით სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის შესრულების კონსოლიდირებული ანგარიშისა და პირველი შუალედური შეფასების შედეგები, რომლებიც ადასტურებს არსებით პროგრესს ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული მიმართულებით. იქნება ეს სახელმწიფო ენის სწავლება, ხარისხიანი განათლება, სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია თუ კულტურათა შორისი დიალოგი. სწორედ მიღწეული შედეგების და ჯერ კიდევ არსებული საჭიროებების კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე ჩვენ შევჯერდით შემდგომ მიზანმიმართულ ქმედებებზე და ვიწყებთ 2027-28 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, რაც ემსახურება ჩვენი მრავალგანზომილებიანი პოლიტიკის შემდგომ განვითარებას იმისთვის, რომ ეტაპობრივად და სრულფასოვნად მივაღწიოთ 2030 წლისთვის დასახულ ყველა პრიორიტეტულ მიზანს. ონის შესასვლელში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შეზღუდვა 3 დღის წინ, მას შემდეგ დაწესდა, რაც მთიდან ქვების მასა წამოვიდა. ტერიტორია უკვე შეისწავლეს გეოლოგებმა. საავტომობილო გზა ჩამოშლილი მასისგან ამ დროისთვის თავისუფალია, თუმცა ქვათაცვენის საფრთხის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით გადაადგილდებიან. ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დავბრუნდებით, პოსტების პირდაპირ ეთერს კი ბიზნეს პოსტი გააგრძელებს დროებით.